კოალიცია ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია თავისუფალი საქართველო. ეს ის პირველი სამეულია, რომლებიც კახა კუკავას პარტიის მიერ 600 რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა. აღნიშნული შედეგი კოალიციის რეგიონულმა ლიდერებმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე გააცნეს. აქვე იყო საუბარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოების შესრულებასა და მის ხარისხზე. თემასთან მიმართებაში თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებმა ხელისუფლება მოსახლეობაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გამოიკვეთა კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიეტ კვაჭანტირაძის განცხადებებით თავისუფალ საქართველოსთან მიმართებაში. კუკავას პარტიის წევრები კვაჭანტირაძის კახა ბურჯალიანის პიროვნულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და იმ გამონათქვამებისთვის, რომელიც ჩვენი ეთერით გასულ სიუჟეტში ზვიეტ კვაჭანტირაძემ ბურჯალიანის მიმართ გამოიყენა, ქართული ოცნების კანდიდატისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. კონტროლი გაუწიოს თავის თქმას, დამამტკიცებელი საბუთები მისგან, რომ საიდან მოიტანა ასეთი არგუმენტაცია, რომელიც თვითონ განაცხადა და მინდა რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ბოდიში მოხადოს ჩემს გუნდს, ჩემს ამომრჩეველს, რომელიც გვერდში მიდიგანა მე და ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი იყო, რომ გაგვეცნო ჟურნალისტებისათვის, გაგვეცნო ამომრჩევლებისათვის ის პოზიცია ამ ეტაპზე, ამ შუალედურ ეტაპზე, რა ეტაპზეც დგას და რომელ პოზიციაზეც დგავართ დღეს თავისუფალი საქართველოს გურიის რეგიონული ორგანიზაციის მაჟორიტარები და პარტია ასევე რეიტინგულად და ასევე იყო ის, რომ უშუალოდ პასუხი ბატონ კვაჭანტირაძეს ოცნების მაჟორიტარს, რომელმაც ბრალდება წამოგვიყენა ჩვენ მაჟორიტარის მიმართებაში თითქოს და დაადანაშაულა ჩვენი მაჟორიტარი და ეს იყო ჩვენი ძირითადი ამ პრესკონფერენციის